ცივი წყლის შხაპი დაბაზანა შენ ცხოვრებას წარმოუდგენლად შეცვლის. შენ თუ დამწყები ხარ და აქამდე არ გიცდია, მაშინ ჩემი რჩევები გაითვალისწინე. ცივი წყალი შოკია ორგანიზმისთვის, ამიტომ პირდაპირ წყალში შეხვდომა არ ღირს. მინიმალურიდან დაიწყე. მაგალითად, მას შემდეგ რაც შენ შხაპს მორჩები ან აბაზანას, ნენელა გააცივე წყალი ისე რომ ტემპერატურა 10-15 გრადუსი მაინც იყოს. ეს არის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა იმისთვის, რომ საბოლოოდ ბენეფიტები მიიღო ცივი წყლის აბაზანისგან. ცივი წყალი ჯერ ტერფებზე მიუშვი კიდურებზე, სახეზე, ზურგზე და ბოლოს გადადი გულმკერდზე იმისთვის, რომ გულს დატვირთვა მინიმალური იყოს და მაქსიმალურად უსაფრთხო გახადო ეს პროცესი. დასაწყისისთვის 20-30 წამით საკმარისია. ამ დროს ეტაპობრივად გაზრდი პრაქტიკასთან ერთად. დაიმახსოვრე ოქროს წესი. სუნთქვაზე კონტროლი მალევე უნდა დაიბრუნო. ეს არის ყველაზე მთავარი ბრძოლა, რომელიც მოსაგები გვაქვს ცივ წყალში შესვლის დროს და დავიწყოთ ღრმა და ნელი სუნთქვა. ამ პროცესში თავბრუსხვევაც ხდება ზოგჯერ, რაც სავსებით ნორმალურია. ეს არის ძირითადად გამოწვეული სისხლის დიდი ნაკადით, რომელიც ჟანგბადით მდიდარია, ემართება ტვინის მიმართულებით. ამიტომ ეს ნორმალურია და ამან არ შეგაშინოს. და ბოლოს ხშირად დასმული კითხვა, რამდენად ცივი უნდა იყოს წყალი. წყალი უნდა იყოს იმდენად ცივი, რომ თავი არაკომფორტულად გაგრძნობინოს. შეინახე ეს ვიდეო და კომენტარებში შენი გამოცდილება გამიზიარე.